საღამომშვიდობის ჩემო მეგობრებო, ეხლა რაზე ჩაგერთვეთ? ერთმა კი არა, ძალიან ბევრმა ადამიანმა მთხოვა დემენციის საწინააღმდეგოდ რამე ან ვარჯიში, ან რაღაცა თუ იცითო. კი, ვიცი და ბოდიშ გიხდით, რომ ამდენი ხანი გალოდინეთ ქალბატონო და აი ეხლა გასწავლით სუყველას. ავიღოთ ასე ჩვენი ხელის თითები. აი ასე. არ ვიცი რამდენად გამოჩდება და გამომივა. კი გამომივა, მაგრამ არ ვიცი როგორ გამოჩდება. დავიწყოთ აი ასე. აი ასე. დამიჯერეთ, ჩემო მეგობრებო, ეს არ არის ადვილი გასაკეთებელი, ეს რთული გასაკეთებელია. როგორც ჩინელები იტყვიან, დემენცია არის ყველა ადამიანში, მაგრამ არავინ არ იცის ის როდის გამოჩნდება და გამოგვევლინება ავადმყოფობის სახით. ნახეთ, აი ასე. აი ასე. ძალიან ნელა-ნელა უნდა გავაკეთო. აი ასე. აი ეს ორი თითი, ზედა და ქვედა, რომელიც მიდებული გვაქვს, არ უნდა ვამოძრავოთ. ისე მხოლოდ და მხოლოდ შუაში ორი თითი. აი ამათ ვამოძრავოთ. აი ასე. აი ასე. ხურეთ, მერე ასე, მერე ასე. თითქოს და შედის და გამოდის თქვენი თითები. არავითარ შემთხვევაში არეულად არა. აი ასე. აი ასე. აი, ჩემო მეგობრებო, არა მაქვს დემენცია, რა ვიცი, მართლა დამიფაროს, მაგრამ რო გამოვსულიყავი და თქვენთვის მენახა ესა, 10 გავაკეთე ვარჯიში. იმიტომ რომ სწორად გამომსვლოდა თქვენთვის და მენახებინა სწორად როგორ უნდა გაკეთდეს. ამიტომ დემენცია აქვს თუ არა აქვს, ყველა ადამიანს ურჩევ ამ ვარჯიშის გაკეთებას. დღეში 2-3 მაინც გავაკეთოთ. ეს არ გვავნებს, ჩემო მეგობრებო, თუ არ გვარგებს. ამიტომ გთხოვთ, ყველამ გააკეთოთ. ნახეთ, აი ასე. აი ასე და ძალიან ნელი მოძრაობით. თქვენ წარმოგიდგენიათ, შეიძლება ბევრმა იფიქროს, ეს რა ადვილია. არ არის ადვილი, ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ არის. აი, ხურეთ. ნამდვილად არ არის ადვილი. აი ასე, აი ასეთი მოძრაობები. აი 10 გავაკეთე წეღან, მაგრამ კიდევ არ გამომდის ისე, როგორც მინდა. ნახეთ. აი ხურეთ, აი ასე. ნახე, კიდევ მეპარება. ხო და აი მეც მჭირდება უკვე ამაზე ვარჯიში და მოდი ყველამ სცადეთ, მიუხედავად ასაკისა. ეხლა მე კი ვარ 56 წლის ვხდები აგერ, მაგრამ შეიძლება 20 წლის გოგოსაც, 15 წლის ბავშვებსაც კონდეს ამის პრობლემა, ჩემო მეგობრებო და მოდი ყველამ გააკეთეთ. კარგს იზამთ, არა ცუდს არაფერს არ იზამთ, ხო? აი ასე. აი ესენი არ უნდა გაუშვათ. აი ნახეთ, აი ასე. მე მგონი გასაგებად ვაკეთებ და გიხსნით, ჩემო მეგობრებო, ჯანმრთელობას გისურვებ სუყველას, დემენცია შორს ჩვენგან, მაგრამ ვისაც აქვთ იმათმა რა დააშავეს, ამიტომ მე მინდა რომ ცოტათი მაინც დავეხმარო მაგათ და ვისაც არ აქვს, იმათაც მინდა რომ დავეხმარო, იმიტომ რომ ყველა ადამიანშია ეს დემენცია, ყველა ადამიანში, ჩემო მეგობრებო, მაგრამ მიძინებულია და როდის გაიღვიძებ და წამოგვეწევა გზაში, ეს არავინ არ იცის და ამიტომ მოდით ვივარჯიშოთ, დავიწყოთ აი ასე ვარჯიში და გავაკეთოთ დღეში 1-2 მაინც გავაკეთოთ. შემდგომ აი ასე.
მერე უყურეთ აი ასე. ადვილი არ არის ნამდვილად, მაგრამ საინტერესო ვარჯიში, რამდენად შეძლებდა, რამდენად არის ახლოს თქვენთან დემენცია. ნახეთ? კარგით, მე გავყევი ამას, ძალიან მომწონს ეს ვარჯიში. ჩემო მეგობრებო, ჩემო ლამაზო ქალბატონო ნანა, რომელმაც თქვენ მთხოვეთ ესა, იმედია არ მიწყენთ, ერთი კვირის უკან მთხოვეთ და დღეს მხოლოდ გისრულებთ ამ თხოვნას და ჯანმრთელობას გისურვებთ და ამ ვარჯიშით მოგეგვარებინოს თქვენი დაავადება. მშვიდობიანი ღამე, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ.